მაცნე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პარლამენტიდან უნდა გამოითხოვონ. ამჯერად საუბარია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონ პროექტზე, რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ 2011 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიგზავნა და სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის კონტროლს გულისხმობდა. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში თვლიან, რომ ჯანდაცვის სისტემაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამიტომ ამ ინიციატივის საჭიროებაც აღარ არსებობს. აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტიდან კიდევ ერთი კანონ პროექტის გამოთხოვის საკითხს განიხილავს. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონ პროექტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2012 წელს გადაუგზავნა. ჯემალ ფუტკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამიტომ ამ ინიციატივის საჭიროებაც აღარ არსებობს. გამოთხოვა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ როდესაც გავაკეთეთ ამის ინიცირება, წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტში, იმის შემდეგ დავიწყეთ კონსულტაციები. ხარისხის მომსახურებების მხრივ პრეტენზიები თუ არსებობს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგრძნობლად შემცირდა და შესაბამისად აღარ არის ასეთი პრეტენზიები. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ კანონ პროექტის იდეა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგის განხორციელებას ეხებოდა, თუმცა ამ ეტაპზე უწყება უფლებების დელეგირებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს. იმდენად წინ გვაქვს უამრავი ისეთი გლობალური პროექტები, რომელიც ხორციელდება, რომელიც უნდა განხორციელდეს. ამიტომ სანამ ეს საკითხები არ დამთავრდება, ვფიქრობთ, აი ამ საკითხის განხილვა, რაღაცა გარკვეული უფლებების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დელეგირებისა ძალიან ადრე იქნება. საპირისპირო არგუმენტები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წარმომადგენლებს. პეტრე ზამბახიძე კანონ პროექტის გამოთხოვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ამ სფეროში პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა. მისი თქმით, კანონ პროექტის გამოთხოვის ტენდენცია საბჭოში უნდა შეიცვალოს. უმცირესობის პოზიციას არ იზიარებენ უმრავლესობის წევრები. სამწუხაროდ უმაღლესი საბჭო აგრძელებს იგივე ტენდენციას საქართველოს პარლამენტიდან კანონ პროექტების გამოთხოვისა. ეს ინიციატივა, რომლის გამოთხოვაზე დღეს არის საუბარი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჯანდაცვის ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. რაც შეეხება კანონ პროექტის გამოთხოვას, პარლამენტიდან ზოგადად ტენდენცია მართლაც არ არის კარგი, მაგრამ თუ კი ავტორი ამ კანონ პროექტისა, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ათვლის მიზანშეწონილად, რომ ეს კანონი მოქმედებს და ისეც აქვს უფლება მონიტორინგი განახორციელოს. შეგვიძლია დავეთანხმოთ. აჭარის უმაღლეს საბჭოში პარალელურად გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე მსჯელობენ. მედია ვასაძის თქმით, ინიციატივა პოლიტიკური პარტიების დაკომპლექტებისას ქალების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. თუმცა არიან დეპუტატები, რომლებიც საბჭოს შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მთავარი ფუნქცია რა იქნება? ეროვნული სამოქმედო გეგმა პარლამენტს მიღებული გენდერული თანასწორობის საკითხებთან და ამ საკითხებზე გარკვეულწილად რეგიონალური ხელისუფლების მონიტორინგი. რომ ადამიანებს უბრალოდ ასე კანონის ჩაწერა და ძალი დავალდებულება, რომ აი შენ ქალბატონი ხარ და უნდა იყო აუცილებლად წამყვანი და უნდა იყო ლიდერი, ვერ დაავალდებულებ. თუ კი სურვილი აქვს, პრობლემა არავის არ აქვს, მე ვფიქრობ. ბიუროს ხდომაზე დღეს სულ 5 საკითხი განიხილებოდა.